გამარჯობა. ვაგრძელებთ ფიზიკის ეროვნული გამოცდების ტესტების განხილვას. ეს 2024 წლის ეროვნული გამოცდის 32 ამოცანა, ერთგულიანი ამოცანებია. ესე იგი, ორმა ბიჭმა ერთგულოდეს, რომ კენჭები ტმის ნაპირიდან ჰორიზონტისადმი კუთხით. მეორე კენჭის ტბაში ჩავარდნის მომენტში პირველმა მიაღწია ასვლის მაქსიმალურ სიმაღლეს. განსაკუთრებით მეორე კენჭის ასვლის მაქსიმალური სიმაღლე. ეს დაახლოებით სიტუაცია არის, ვაღებოთ. ხო. ესე ესეთი ის არის. ტბა, ორმა ისროლა, პირველმა რაღაც ვენული ერთით. ერთმა ესე ხო. ეს იყოს პირველი. მეორე კენჭის ტბაში ჩავარდნის მომენტში ეს მეორე კენჭია. ეს მეორე კენჭი ამომდე ჩავარდა ტბაში, ამ დროს ამან მიაღწია ასვლის მაქსიმალურ სიმაღლეს. ეს არის პირველი. პირველმა მიაღწია ასვლის მაქსიმალურ სიმაღლეს. ესე იგი პირველი არის ეს ჰ-ით აღნიშნოთ ეს სიმაღლე და ეს მეორე არის ეს ჰ-ით აღნიშნოთ ეს ჰ-ი უნდა გავიგოთ. ესე იგი ჰ-ი უნდა გავიგოთ. დავიწყოთ ფორმულებით, ხო, გავხსენოთ ფორმულები. ასვლის მაქსიმალური სიმაღლე h არის v0 კვადრატი სინუს კვადრატ ალფა შეფარდებული 2ჟ-თან. ეს ერთი. ეს ახლა ფრენის დრო, ფრენის დრო არის 2v0 სინუს ალფა შეფარდებული ჟ-თან. აქ ჩვენ ეს ორი ფორმულა უნდა დავაკავშიროთ ერთმანეთთან. და აქ აი განტოლება უნდა შევადგინოთ ალბათ და რანაირად შევადგინოთ, რომ აი შეხედეთ ეს t არის 2v0 სინუს ალფა ჟ და h არის v0 კვადრატ სინუს კვადრატ ალფა 2ჟ. გამოვსახოთ მოდით აქედან რა ეს. ესე იგი აყურეთ აი ეს v0 კვადრატი სინუს კვადრატ ალფა არის 2jh და v0 სინუს ალფა იქნება ფესვი 2jh-თან. ამრიგად აი ეს ესე იგი ფრენის დრო ჩვენ რომ განსაზღვროთ, ხო? t არის შემიძლია ესე ჩავწერო ფრენის დრო ფესვი 2jh-დან jh-დან შეფარდებული აი ამ ჟ-თან, ხო? ოღონდ წინ ორი უნდა დავუწეროთ. ესეთი ფორმულა შევხვდით. ამ ფორმულით შეგვიძლია გამოვსახოთ, იმიტომ ჩვენ გვაქვს ესეთი სიტუაცია, რომ ფრენის დრო პირველისთვის არის ორჯერ მეტი ვიდრე მეორესთვის, ხო? აი ეს აუცილებლად განსაზღვროთ, ხო? ეს ფრენის დრო რას ნიშნავს? რა დროის განმავლობაში იყო HR-ში ეს ისა. კენჭი არა, პირველი კენჭი HR-ში არის, მაქსიმალურ სიმაღლეზე რომ მიაღწია, მეორე კენჭი ამ დროს ჩავარდა. ესე იგი, ამას კიდევ იგივე დრო ჭირდება, რომ აქ ჩავარდეს ეს სამტაბაში და ამიტომ ეს პირველის ფრენის დრო t1 არის ორჯერ უფრო მეტი ვიდრე t2. აი ესეთ მე. t1 უდრის 2t2. ესე იგი t1 თუ აღნიშნავ მე t1, უბრალოდ t2 თუ აღნიშნავ t1. მაშინ t1 იქნება 2t. აი ესეთ მე. შეგვიძლია დავწეროთ. კარგით. ჩავწეროთ ახლა მოდით. ესე იგი, აი ეს რაც დავწერეთ აქ, t1 რომ არის 2t2, ესეთნაირად ჩავწეროთ აი ამ ფორმულის გამოყენებით. ესე იგი, t პირველი არის 2jh შეფარდებული აი ამ ჟ-თან და h პირველი იგივე h-ია, ხო? h-ით აგვაქვს ჩვენ აღნიშნული, h პირველი არის h. ეს მას h პირველი დავარქვათ, აქ ვარ დაგვერიოს. ეს არის ტოლი 2 ესე 2jh2 შეფარდებული ჟ-თან და აი ეს დრო პირველი რაც დავწერეთ ორჯერ მეტი ამ დროს. ესე ამას აქ წინ 2 კი არა 4 უნდა ვწეროთ. ეს ამაზე ორჯერ მეტია, ხო? ორჯერ მეტია. პირველის ფრენის დრო 4. წინ ამას დავწეროთ ორჯერ 2 არის 4 არის. ესე განტოლება შეგვიდგა ჩვენ რა. სადაც ახლა აი ამებს დავთვლით უბრალოდ. 2 და 4 შეგვიძლია შევკუთოთ ასევე, აი 2 გვექნება, წინ 2 დაგჭირება, აი აქ 2. და
განტოლება ესეთნაირად დაიწერება, რომ ფესვი 2J, ну H1-ის ნაცვლად უკვე შემიძლია H-ი დავწერო, ტოლია 2 ფესვი 2J და H2, აი ეს H2 უნდა გავიგო. ახლა ორი მხარე კვადრატში ავიყვანოთ 2JH-ი უდრის 4 ესე იგი და 4x2JH-ი JH2 აი ესე ეს 2 და ეს 2 გაბათილდება და JH-ი J-ით გაბათილდება და აი ესე იგი H-ი გამოდის 4H2-ის ტოლი. H2 ესე იგი ტოლია 1/4 H-ისა. ესე იგი პასუხი აქ ჩვენ გვაქვს 1/4 H-ი, რომელიც H-ის მეოთხედი D არის ამისი პასუხი. ახლა 32 ამოცანა. ეხლა შემდეგი ამოცანა განვიხილოთ. 33 ამოცანა. ეს არის რხევით კონტურში მაქსიმალური დენის ძალა არის I0. ეს არის მოცემული. ვისი ტოლი იქნება დენის ძალა მაშინ, როდესაც კონდენსატორის ენერგია ორჯერ მეტი იქნება კოჭას ენერგიაზე. ესე იგი, კონდენსატორის ენერგია ორჯერ მეტი იქნება კოჭას ენერგიაზე. საერთოდ რხევითი კონტური შედგება კონდენსატორისგან და ინდუქციურობის კოჭისგან. მისი ენერგია, ანუ რხევითი კონტურის ენერგია არის კონდენსატორის ენერგიას დამატებული ამ ინდუქციურობის კოჭის ენერგია. ხომ, კონტურში მაქსიმალური დენის ძალა არის I0, ეს I0 შემთხვევაში, ესე იგი, მთელი კონდენსატორის ენერგია, აი ეს მაქსიმალური ენერგია ამ კონდენსატორის, მთელი ენერგია ტოლი არის 1/2 L I0 კვადრატში. ესე იგი, როდესაც კონდენსატორი განმუხტულია და მთელი ამ რხევითი კონტურის ენერგია არის მთლიანად აი ეს მხოლოდ ინდუქციურობის კოჭის ენერგია. მაშინ დენის ძალა არის მაქსიმალური, ხო, ასეთ შემთხვევაში და ენერგია ესე გამოისახება, ხო? ეხლა აქ გვაქვს ჩვენ ის შემთხვევა უნდა განვიხილოთ, ჩვენ დენის ძალა მაშინ გვაინტერესებს, როდესაც კონდენსატორის ენერგია ორჯერ მეტია კოჭას ენერგიაზე. ანუ ეს არის შემთხვევა, როდესაც ომეგა-C უდრის 2ωL-ს. ესე იგი, აი აქ მე ჩავსვა ომეგა-C-ს ნაცვლად 2ωL, ასე იგი ენერგია როგორი იქნება, ხო, კონდენსატორის ენერგია ტოლი არის 2ωL-ს მივუმატოთ ωL, გამოვა 3ωL. არა, აი ასეთ შემთხვევაში ωL. ასეთ შემთხვევაში რისი ტოლია დენის ძალა. ესე იგი, ყურეთ, ამ შემთხვევაში დენის ძალა ესე გამოისახება 3 და გაამრავლო 1/2 L. ეს ინდუქციურობა კოჭისა და აი ჩვენთვის საძიებელი დენის ძალა, I კვადრატი. ეს გავუტოლოთ მთლიანი კონდენსატორის ენერგიას 1/2 L და I0 კვადრატში. და აი მოცემული ტოლობა გვაქვს და აქედან გამოსახავთ ახლა აი ეს რა. ანუ ეს 1/2 შემიძლია წავშალოთ, L-ით შემიძლია წავშალო, აი ესე და 3 I კვადრატი ტოლია I0 კვადრატის. და აქედან I კვადრატი ტოლი არის 1/3 I0 კვადრატში. და ფესვი გამოვიღოთ ორი მხრიდან, I ტოლი იქნება 1/3 ფესვის სამთან. ფესვის სამთან I0-ს. ესე იგი 1/3 ფესვის სამთან. I0 შეფარდებული ფესვის სამთან. აი ეს კი არის პასუხი. კი არის პასუხი. კარგით, ეხლა შემდეგი ამოცანა ამოხსნათ, ეს არის 34 ამოცანა. აქ ჩვენ გვაქვს ესეთი პირობა, რომ თავდაპირველად უძრავმა ამოხტულმა ნაწილაკმა ელექტრულ ველში გაერბინა უძაბვა. ამის შემდეგ ის შეიჭრა ერთგვაროვან მაგნიტურ ველში ძალწირებისადმი მართობულად. მაგნიტურ ველში ეს ნაწილაკი მოძრაობდა R რადიუსის წერტილზე. მეორეჯერ მეორე შემთხვევაა ახდენილი. იმავე ნაწილაკმა უკვე ელექტრულ ველში 4 უძაბვა გაერბინა, ხო? 4ჯერ მეტი ძაბვა. და ამის შემდეგ შეიჭრა მაგნიტურ ველში კვლავ ძალწირების მართობულად და ეხლა რა რადიუსის წერტილზე იმოძრავებდა ამ შემთხვევაში. ხო, ну მოცემული გვაქვს U და 4U და R რა. ხო, და ესე იგი უნდა გავიგოთ ეს R მეორე შემთხვევაში R რისი ტოლი იქნება. მოდით ჩავწეროთ აქ
რა კინეტიკური ენერგია შეიტანს რა პირველ შემთხვევაში აი როდესაც შეიჭრა იმაში რა ქვია როცა უძაბო გაერბინა მისი კინეტიკური ენერგია რა იქნება ну K1-ით აღნიშნოთ ეს არა K1 ტოლია Q უნდა გავამრავლოთ U-ზე ხო ესე და ტოლი არის 1/2 M V 1 პირველი 1 აღნიშნოთ კვადრატი აქედან რისი ტოლი იქნება V1 V1 ტოლი იქნება კვადრატული ფესვი 2 ორჯერ QU არის MV კვადრატის MV1 კვადრატის ტოლი 2 Q რო გავყოთ M-ზე და აქედან ფესვი ამოვიღოთ ხო 2 Q უღალმოთ U-ზე გავყოთ M-ზე აქედან ამოვიღოთ ფესვი აი ეს არის სიჩქარე პირველი ამისი სიჩქარე ამ სიჩქარესთან რადიუსი ესეთნაირადაა დაკავშირებული ხო R პირველი რადიუსი ესე იგი თავიდან როცა ძაბვა უსტოლი იყო ეს რადიუსი იქნება M V1 შეფარდებული Q-ბესთან Q-ბესთან ესეთნაირად Q-ბესთან ну ეხლა მეორედ რა მოხდა გავითვალისწინოთ მეორედ რო გაირბინა ამან 4 უძაბო K2 კინეტიკური ენერგია ტოლი იქნება Q გავამრავლოთ 4U-ზე 4U ანუ ეს ტოლი არის კვლავ 1/2 M უკვე V2 კვადრატი არა ხო ეს 2-ზე რო გავამრავლოთ იქნება 8QU შეფარდებული M-თან ხო აქედან V2 ტოლი იქნება შეხედეთ V2 ისი ტოლი იქნება ფესვი უნდა ამოვიღოთ უკვე 2 რო 4-ზე გავამრავლოთ იქნება 8 ხო 8ჯერ Q U შეფარდებული M-თან ესე პირველ შემთხვევაში ეს თუ 2Q შეფარდებული M-თან მეორე შემთხვევაში არის 8QU შეფარდებული M-თან 8 არის 4-ჯერ 2 4-დან ფესვი ამოვა 2 და ესე იგი V2 გამოვა უყურეთ არც მეტი ну 2-ჯერ მეტი გამოვა V1-ზე და 2 V1-ის ტოლი იქნება ხო აი რომ გამოვთვალოთ ესე იქნება რა V2 არის 2 V1-ის ტოლი ესე იგი R2 მეორე შემთხვევაში რადიუსი ხო R2 ტოლი იქნება M-ი უნდა გავამრავლოთ V2-ზე და შეფარდებული Q-ბესთან კვლავ მუხტი ხო არ შეცვლა ამისი Q B არც მაგნიტური ველი არა იგივე მაგნიტურ ველში შეიჭრა ხო იგივე მართობულად Q-B ვიცით ეს ფორმულა კარგად დავწეროთ Q გამოვავლოთ B-ზე ხო აი ესე Q-B და ანუ რა გამოვა რომ ვინაიდან V2 არის 2 V1-ის ტოლი R2 იქნება 2 R1-ის ტოლი 2ჯერ R1-ის ესე იგი ну R1-ს თუ R-ით ავნიშნავთ ჩვენ R-ით ავნიშნებთ ხო თავიდან შეიძლება R-ით აღნიშნოთ პასუხი უნდა იყოს 2R რა ანუ მოძებნოთ აი D-ში არის ესეთი პასუხი 2R რადიუსის წრეზე 2ჯერ მეტი რადიუსის წრეზე მოძრაობს ანუ პასუხი იქნება D ხო ნახოთ შემდეგი ამოცანა ეს არის გრაფიკი გვაქვს მოცემული გრაფიკი გამოსახავს ავტომობილზე მოქმედი წინააღმდეგობის F ძალის დამოკიდებულებას ავტომობილის სიჩქარეზე. როდესაც ავტომობილი მოძრაობს 40 კმ/სთ სიჩქარით, ავტომობილი გრავა ანვითარებს 150 კილოვატ სიმძლავრეს. ეს არის მოცემულობა. რა სიმძლავრეს ანვითარებს ავტომობილის გრავა, როდესაც ავტომობილი მოძრაობს 80 კმ/სთ სიჩქარით. ეს სიჩქარე ორჯერ გაზარდა. ხომ რა სიმძლავრეს განავითარებს. ესე იგი სიმძლავრე საერთოდ ჩვენ ვიცით რომ აღნიშნება n-1 არის F-ი ძალა გავამრავლოთ S-ზე მანძილზე და გავყოთ T-ზე. S-ი რო T-ზე გავყოთ არის A ესე რა სიჩქარე ხო? ანუ სიმძლავრე შემიძლია ესე გამოსახოს. ძალა გავამრავლოთ V-ზე რა F-ზე. ну ჩვენ ძალა და სიჩქარის დამოკიდებულება გვაქვს მოცემული. როდესაც 40 არისო სიჩქარე 40 კმ/სთ შეხედეთ ძალა არის ტოლი. ძალა არის აი ამ ტოლი ხო ესეთი. ხო, ну აქ სიმძლავრე როგორც თქვით არის 15000 ხო კილოვატი სიმძლავრე. 15 10 მესამე ხარისხად არის ხო ვატი. ტოლი არის F-ი გავამრავლოთ, ну V არის 40 კმ/სთ. 40 კმ/სთ იგივე რაღაც. შეგვიძლია ჩავწეროთ რომ ეს არის
და გადავიყვანოთ ალბათ ეს მეტრ-წამში ეს ნიუტონებით რო გამოვსახოთ და მაგრამ იქნებ ისე ამოვხსნათ ხომ f-ი შეხედეთ რამდენჯერ იზრდება f-ი სიჩქარე იზრდება ორჯერ v იზრდება ორჯერ 80 ხდება ხომ და f-ი რამდენჯერ იზრდება 80-ის შემთხვევაში შეხედეთ f-ი იზრდება 1 2 3 4ჯერ ესე იგი v მეორე არის 2 v1 სტოლი 2v სტოლი 2v1 ხო ანუ 80 სტოლი ხო 80 კმ/სთ და f მეორე არის 4f სტოლი ანუ ორჯერ 4 არის 8 ესე იგი სიმძლავრე გაიზრდება 8ჯერ ანუ 15 10 მესამე ხარისხად ეს გადაყვანა რო არ მოგვიწევს ამ მეტრ-წამებში და ჯერ ნიუტონი გაიგო მერე კიდე და რაღაცა ასე წვალება რო არ მოგვიწევს პირდაპირ 15 10 მესამე და გავმრავლოთ 8-ზე ეს იქნება 120 კილოვატი 120 კილოვატი პასუხი არის კარგი ეს გახლავთ 35 და ბოლო ერთქულიანი ამოცანა ამის მერე უკვე აქ იწყება უკვე სხვანაირი ტიპის ამოცანები აქ ინსტრუქციებია მოყოლილი მოყვება თითოეულ ამ ამოცანას 36 და 37 ამოცანის ამოცანების განხილვა ჩემს არხზე არის და მე ამის აღწერაში ამ ვიდეოს აღწერაში დავორთავ ბმულებს ასე ვთქვათ ამ ერთ ბმულს ერთ გაკვეთილშია ეს ორივე ამოცანა განხილული და მე გირჩევთ რომ ეს ორი ამოცანა ამ ორი ტიპის ესეთი ტიპის ამოცანები თუ შეგხვდათ წელსაც თუ იქნა ყოველ წელს არის ხოლმე ესეთი ამოცანები აუცილებლად გააკეთოთ აქ შეგიძლიათ არ არის ძნელი გასაკეთებელი ეს ამოცანები და თავისუფლად შეიძლება 10 ქულის აღება აი ამ ორ ამოცანაში ну პლუს კიდე ეს ერთქულიანები 35 ну უკვე გამოდის რომ 40-ზე მეტი ქულა შეგიძლიათ დააგროვოთ აი ამ ყველაფრით მე წარმატებებს გისურვებთ ყველას ვინც ფიზიკით აბარებს მისაღები გამოცდებს